საღამო მშვიდობის ძვირფასო ტელემაყურებლებო, მოგესალმებით ძალიან დიდი სიყვარულით, მოგესალმებით ჩემს არაჩვეულებრივ სტუმრებთან ერთად, როგორი ბჟღვრიალა გოგოები მყავს და როგორი ხმის გოგოები მყავს დღეს სტუმრად. ესენი არიან ღვინეფაძეების მუსიკალური ოჯახის, საქართველოში განთქმული ოჯახის წარმომადგენლები ელისო და ნინო ღვინეფაძეები, რომლებიც თქვენ ჩემს გადაცემაში არაერთხელ გინახავთ და მტკბარ ხართ მათი ნამღერით და არა მარტო ჩემთან გადაცემაში მღერიან გოგოები სხვადასხვა არხებზე, არ არსებობს ღონისძიებები, იწვევენ ღონისძიებებზე ამ არაჩვეულებრივ ქალბატონებს და ასე რომ ძალიან კარგად იცნობს მათ საქართველო და რაც თავარია, მარტო კი არ იცნობს, უყვართ ეს ქალბატონები. მოგესალმებით, მივესალმოთ მაყურებელს. მოგესალმებით. წინა საახალწლო განწყობაა, ახალწლის საახალწლო დღეები გახლავთ და ჩვენი გადაცემა რა თქმა უნდა იქნება ძალიან მხიარული, სიმღერებით დახუნძლული, ისეთი როგორიც შეეფერება ახალ წელს. მე მინდა დავიწყო ესე იგი ყოველ კუთხეში ნინო და ელისო და ნინო როგორ ხვდებიან ახალ წელს და რა ქვია ახალ წელს. ესე იგი აფხაზეთში, თურმე აფხაზეთში ჩვენ 31 დეკემბერს კი არ აღნიშნავენ ახალ წლის შემოსვლას, აღნიშნავენ 13 იანვარს და ქვია ხეჩხუამა, ან ქვია აჯირნიხუა, აი ასე აფხაზეთში. სამეგრელოში მოგეხსენებათ კალანდას ეძახიან ახალ წელს და კალანდის ძალიან ლამაზი ატრიბუტია და ესეთი უძველესი ატრიბუტი გახლავთ ჩიჩილაკი, რომელიც მორთულია ტკბილეულით, ბამბით და ასე შემდეგ და ესე იგი განსაკუთრებული იმით გამოირჩევა საახალწლო ტაბლა. ცხება სპეციალური ქვიათ კაცბასილები, ქვიათ სპეციალური ღვეზელები, რომლებსაც აქვთ კაცის ფორმა და კაცბასილები ქვიათ ამაც და ეს არის ბასილი დიდი წმინდას სახელობაზე გაკეთებულია ეს კაცბასილები, რომელიც წინა ქრისტიანული დროიდან არის შემორჩენილი. ნუ აი ესეთი საინტერესო, ახლა ვიდრე გადავიდოდეთ მეორე მხარეზე საქართველოსი, აქვე დავაგუგუნოთ რაიმე კარგი სიმღერა. დეკემბერი ჯერ არ გასულა და ამიტომ რა თქმა უნდა. დეკემბერი კი ბატონო, კი ბატონო.
ჩვეულებრივი გოგოები ხართ. აი ძალიან მიხარია მიუხედავად იმისა, რომ აი აბდაუბდა რაღაცა სიტუაციები ქვეყანაში მიმდინარეობს რაღაცა პოლიტიკური შეფერილობის, მაგრამ მე მაინც მიხარია დღეს ქუჩაში რომ მოვდიოდი, ვხედავდი როგორი დაფუსფუსებს უკვე ხალხი რაღაცა საახალწლო ნაყიდობებით, აი ესე ჭყიალებით, რაღაცეებით, ნაძვისხეებით დატვირთულები მიდიოდნენ ოჯახებში, დავინახე ადამიანები და აი ეს მიხარია რომ მაინც არის განწყობა საახალწლო მიუხედავად რაღაცეებისა, ხო, მიუხედავად რაღაცეებისა და ძალიან მიხარია. მოკლედ ახლა მე ვაგრძელებ, შემდეგი კუთხე წავიკითხოთ, ეს არის გურია. გურიაშიც ახალ წელს ქვია კალანდა, კი ბატონო, ჩიჩილაკით ასევე ცხება ნაზუქები, გურული კვერები ცხება ყველითა და კვერცხით, კუპატის აცივი და ასე შემდეგ შემწარი გოჭი და ასე შემდეგ ხონჩა საახალწლო დატვირთული ტკბილეულით, ღვინით, გოზინაყით, ჩურჩხელებით და ასე შემდეგ. შემდეგ კიდევ ძალიან პოპულარულია საახალწლო სუფრაზე კუპატის აცივი, აჭარაში ახალი წელი, როგორც რა თქმა უნდა გამოირჩევა საახალწლო კერძების მრავალფეროვნებით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სუფრაზე აუცილებლად იყოს ხაჭაპური, აჭარული ხაჭაპური, ყაურმა, ხარჩო, ხალვა, აჩმა და ბაქლავა, სანთლის არაყი, ასევე თურმე არსებობდა ასეთი რიტუალი, რომ ახალგაზრდები გათენებამდე დადიოდნენ ერთი სახლიდან მეორე სახლში, აი ასე და ახალი წლის ხო ვიდრე გათენდებოდა და ხო აი ეს რიტუალი იყო არაჩვეულებრივი და ასე ულოცავდნენ ოჯახის ადამიანებს. შემოვდგი ფეხი გილოცავთ, წყალობდეთ წმინდა ბასილი, იმისი მადლით იყავით, პურით და ღვინით ავსილი, არაჩვეულებრივი. ახლა სიმღერა აუცილებლად ყოველ იმის მერე აუცილებლად უნდა ვიმღეროთ, იმიტომ რომ უნდა იყოს ძალიან ბევრი სიმღერით გაჯერებული დღევანდელი დღე. კი ბატონო, როგორც გაგეხარდებათ. კი ბატონო. ახალი წლის ღამეა და ყველა ელისპეს, ზოგი ნატრობს სიმდიდრეს და ზოგი კიდევ მეც, აქ სიყვარულს მოერია ჯანმრთელობას ბრეს, ცხოვრებისგან მინიჭებულ ავამაძალებს, აქ სიყვარულს მოერია ჯანმრთელობას ბრეს, ცხოვრებისგან მინიჭებულ ავამაძალებს. ამ საკაცავი სიტყვა გამრუდებოდეს, გარსაკაცა დოკის წყალი დამაჭრებოდეს, სარიელი ბეგლკარი ამოსებოდეს, ხინი აქვს თუ გაჭირვება ემღერებოდეს, სარიელი ბეგლკარი ამოსებოდეს, ხინი აქვს თუ გაჭირვება ემღერებოდეს. მადლის სიცაკია არ შეგრჩებოდეს, სიკეთისკენ გზას ეძებდე დაგმართლებოდეს, მუდმის ბედი და ცხოვრება გაგხარებოდეს, სახალწლო დალოცვები არ მოკლებოდეს, მუდმის ბედი და ცხოვრება გაგხარებოდეს, სახალწლო დალოცვები არ მოკლებოდეს. ჩვენს ქვეყანას ამახალ წელს ამბადობა დღეს, შვიდობა და ჯანმრთელობა დაბედებოდეს, ხალისი და სიხარული დაბრუნებოდეს, გვემხიარულებოდეს და გვემღერებოდეს, ხალისი და სიხარული
ველებოდეს და ვემერებოდეს ახალი წლის გამერა და ყველა ელიცდეს არაჩვეულებრივი გოგოები ხართ და ღმერთმა ყველას ისეთი ბედი და იღბალი დააკვებოს ახალ წელს რომ სრულიად ერთი და ორი კი არა სრულიად საქართველო ამყოფოს ღმერთმა ბედნიერი ისეთი ახალი წელი შემოსულიყოს ეხლა მე გავაგრძელებ ამ ჩვენი ულამაზესი კუთხეების მიხედვით ტრადიციულად რომელი კუთხე როგორ ხდება ეხლა მივადექით რაჭას ერთ-ერთ ულამაზეს კუთხეს ჩვენი საქართველოსი რაჭაშიც ძალიან დიდი ყურადღება ექცევა მეკვლეს როგორც ყველა კუთხეში ძალიან დიდი მნიშვნელობა ექცევა საახალწლოდ მეკვლეს ვინ როგორი ფეხით შემოვა ვინ როგორ რას დააბედე რა დაებედებათ და ამ მეკვლის არჩევაშიც მთელი ერთი ის არის წინასწარ ირჩევენ მეკვლეს ხო და თან მე უკვე გამოცდილი როყავთ ერთ წელს რო კარგი ფეხით რო შევიდა და კაი რაღაცები რომ მოხდა ფილმიც ხო არის გადახდა ხო რა თქმა უნდა კუჩხი ბედინერი ხო სამეგრელო ხო და რაჭაშიც დიდი ყურადღება ექცევა მეკვლეს რომელსაც რაჭულად მაკვრიელი ქვია აქაც ცხება ადამიანის ფორმის პური კაცბასილები ისევ ბასილას ღვთაებას უკავშირდება დიდი ზომის პურები ცხება რომელსაც ქვია კერია ბერია ასე ეძახიან და ეს პური იმიტომ ცხება დიდი ზომის რომ ახალ წლის დადგომამდე ნაწილ ტეხავენ და ოჯახის წევრებს ურიგებენ ხო რომ ეს არის რაღაცა ხო რაღაცა ესეთი ერთგვარი რიტუალი რომ ესეთი ყოველ მთელი წლის მანძილზე თითოეული წევრი იყოს ნაყროვნად იყოს ხვავრიელად ბარაქიანად და ასე შემდეგ მოკლედ ცხება ასევე ბრაჭულები ბრაჭულები, ღვეზელები, ლობიანები, ტაბლაზე უნდა იყოს აუცილებლად ლორი, ხილი, ღვინო და ასე შემდეგ. და მოუხდება სიმღერაც. აბა ნებისმიერი რამე ისეთი გემრიელობა ვიმღეროთ.
ჩართულებრივი გოგოები ხართ. არა, ისე მეც რო ყვებით არა უშავს. მაპატიოს მაყურებელმა რა ვქნა ძალიან მინდა რომ ხიარული განწყობა იყოს საახალწლო დღეებია და მინდა ჩემ ქვეყანაში იყოს აი ესეთი არაჩვეულებრივი განწყობა, ბევრი სიყვარული და სიხარული. ახლა გავაგრძელოთ ჩვენი ულამაზესი კუთხე, ვახსენოთ სვანეთი, რომელიც განსაკუთრებულია მეფეხეს ტრადიციით. მეფეხეს ეძახიან, ანუ მეკვლეს. ჩვენთანაც იმერეთშიც, ხო? მეკვლეს ეძახიან. ხო და ესე იგი, ეს მეფეხეს ტრადიცია ახალი წლის ღამეს, ну მოკლედ სვანებს აქვთ ესეთი ტრადიცია, რომ ამ მეფეხესთვის, მეკვლესთვის გარეთ კედლის სახლის კარებზე გარედან ჩამოკიდებენ გიდელს, რომელშიც სავსეა ტკბილეულით, სანოვაგით, ხო, რომელიც სამეკვლეოა, ეს მეფეხესია. და ახლა მეკვლე თურმე როგორ შვება, როგორ იქცევა, თურმე ღამეს არათევს სახლში მეკვლე, გარეთ ათევს ღამეს, გარეთ იძინებს. ეს ყოფილა ერთგვარი აი ასეთი რიტუალი, რომელსაც ძალიან დიდი დატვირთვა აქვს. ნიშნავს იმას, რომ აი ოჯახში რომ მიდის განწმენდილი უნდა შევიდეს სუფთა ფეხით, სულით, გულით, ხო, აბსოლუტურად განწმენდილი. ხო, ბუნების აურაში აქვს, თავისი სახლის აურა კი არ შეაქვს. აი რაღაცა სამყაროს აურაში აქვს იმ ოჯახში. აი ასეთი და რა თქმა უნდა, ესე იგი კუბდარი, სვანური სამზარეულოდან ვიცით, კუპატები, ტკბილი კვერები, ხაჭაპური, ფხლოვანები, რა თქმა უნდა, სასმელი ძღვინო და ასე შემდეგ, რაც ახალ წელს შეესაბამება, აი ასე ხვდებიან, აი ასეთი რიტუალით ხვდებიან ეს ჩვენი უმაგრესი ადამიანები, სვანები. სიმღერა ახლა აუცილებლად რავე. აუცილებლად სიმღერა უხდება საახალწლო გადაცემას ბევრი. კი ბატონო, რაც გაგეხარდებათ, უნდა ვიმღეროთ. აბა, პირველში. ისევ ხაბე, ისევ თოვა, ისევ თეთრი პანადელი, დაიწყება გულში გლოვა, როცა მომენადრები, როცა მომენადრები.
ხართ აი ასე რომ მილამაზებთ ხოლმე გადაცემებს არაერთს ჩვენ ვკითხე აბა როგორ ჩვენ ძალიან გვიყვართ. გენაცვალეთ ხო და აი ამ სიმღერაში იყო რომ ისა რა ქვია როცა მომენატრები გულში გლოვა დაიწყებოდა ღმერთმა ადამიანებს არ გაუქროთ აი ეს მონატრების სიყვარული და მონატრების სურვილი და განცდა. ეხლა მე ვიდრე გადავიდოდ და შემდეგ იმაზე რა ქვია კუთხეზე საქართველოსი თქვენთან მაქვს შეკითხვა როგორ ხვდებით ახალ წელს ოჯახში ხვდებით, სოფელში ხვდებით იქ თქვენთან, ქალაქში ხვდებით თუ საერთოდ ტრადიციულ ოჯახში ვართ აღზრდილები სიმღერის ფონზე. სადაც აი ამ ჩვენს ქართულ კულტურას, აი რაც ახლა ჩვენ აქ თქვენ ისაუბრეთ ამ ჩვენს უდიდეს კულტურაზე, რომელიც თითოეულ კუთხეს გააჩნია. ჩვენ ძალიან პატრის ვცემთ, რა თქმა უნდა, ოჯახში. ჩვენი მშობლები ისე გვიყვარდნენ, რომ ეს ყველაფერი გვიყვარდა და ჩვენ იმერული კიდე სულ სხვაგვარ ერთმანეთს რაღაცით გავს რა თქმა უნდა საქართველოა და კი გავს ერთმანეთს როგორი მზადება საახალწლო კი ბატონო ახლა მე ვიგონებ იმას როგორ აღვიზარდეთ და იმის მიხედვით ვახთ დღესაც ხო ჩამოყალიბებული როგორც აგვაქვს ვცდილობთ შევინარჩუნოთ ტრადიციები თავარი ეს არის ნინო ოჯახში რა თქმა უნდა და იყო ძალიან დიდი სამზადისი და ყველაზე უფრო კარგი იცით რა იყო ჩემთვის რომ ჩვენ სოფელში ვიზრდებოდით და აი სიუხვესთან რაც დოვლათთან რაღაცა პირდაპირი შეხება ჰქონდა რა მიწასთან რომ ადამიანს აქვს ურთიერთობა და იმ სურნელს შეიგრძნოს და იქიდან მოყოლეს რომ შეიგრძნოს ამაზე უფრო უკეთესი რა არის ამ ქვეყნად ეს ყველამ უნდა შეიგრძნოს რა თქმა უნდა მარტო ჩვენ არა ყველა მაინც თანამედროვე ახალგაზრდებს რო უყურებთ ამ ხრივ რაღაც ძალიან თითქოს აკლიათ ეგ ძალიან რაღაცა ხო თითქოს კი არა ძალიან აკლიათ მე ბედნიერად გრძნობ თავს რომ ჩვენ ისე ვიზრდებოდით როგორც საჭირო იყო რომ მიწასთან ურთიერთობა და იქიდან მოწეული ეს ყურძენი იყო ხვავი ბარაკა რაც უნდა დაგველაგებინა იმ სამხატვრო სუფრაზე ეს იყო ყველაფერი ჩვენით ყურძნის ფორმის პურით ცხებოდა ჩვენთან რა საინტერესო და განსაკუთრებით ჩვენთან სოფელში ხვდებიან დღესაც ძველით ახალ წელს ისწამთ მართლმადიდებლურია მაინც და ანუ ის ძველით ახალი წელი პირველი მეკლე არა მეფეხე ქვია იმერეთშიც 17 დეკემბერს ბარბარობას შემოსული ადამიანს თვლიან პირველ მეკლედ კი და ახალ წელს ეპატიჟ ანუ თუ შემთხვევით ჩვენს მიერ დაპატიჟებულის გარდა ვიღაცა შემოვიდა და შემოასწრო ის არის უკვე ახალ წლის მეფეხე და ის უნდა დაიპატიჟოს და მერე ჩვენთან იციან ანუ როცხება ეს კვერები დიდები პატარები ყველა ზომის ვინც ოჯახში რამდენი ადამიანიც არის იმ ზომების მიხედვით და ასევე ცხება დიდი პურიც და ცხება ყურძნის ფორმის პურიც ეხლა როცხვის ანუ ეს ყველაფერი და გოჭის თავი ყველაფერი ლაგდება გობზე და გობის შემოbrunება ქვია მამა ოჯახის უფროსი აბრუნებს გამთენია სანამ მეკლე შემოვა ამ გობს და კიდე ასეთი ის ყოფილა აი ამ გობით ჯერ გარეთ შემოატარებს ეზოს ამ გობით შემოდის ხო ხვავს ბარაკას დააკვებებს ეზოგარემოს და მერე შემოდის ჯერ მარანში შედიან და მერე უკვე შემოდიან ისა ოჯახში შემოbrunება განსაკუთრებული ტრადიციული რიტუალი ელისო ძვირფასო ფიქრებს უმღეროთ ჯამფთან მაინც ასოცირდება უმღეროთ ახალი წელია სიმღერები რაც შეიძლება ბევრი საახალწლო დღეებია ბოლის მანდელე რაზრომ დაფარეთები ველგან რომ ჩერდები ჩვენს ენის გულებს ასე მალე რადობდნები Pipkebo, katkata pipkebo, katkata pipkebo. Tveni moslame Roma semigrani, paricita alba. Inda moge perot katkata
პიპკებო ცოდაღნით ნურსად ნუძახვა პიპკებო კატკატა პიპკებო კატკატა პიპკებო მოდით და მოგაზმოთ ლამაზი ნაწილს გალავდის პიპკების ნაცვლა ისე მოგიხატეთ ფერადი ბურთი ჩვენს მამის ნესრარა პიპკებო კატკატა პიპკებო კატკატა პიპკებო კატკატა პიპკებო კატკატა პიპკებო ბრავო ძალიან მიყვარხართ მოკლედ ხო ფიფქებო ლამაზია მაგრამ ზამთარი აი რა ვიცი უფიფქოთ არის ჯერჯერობით თბილისში თორე გარშემო საქართველოში ყველგან თოვლია არა თბილისში ისეთი დიდი თოვლი მოდიოდა ხოლმე ძალიან დიდი თოვლი მოდიოდა ხოლმე თბილისში მოკლედ ვაგრძელებთ ესე იგი სვანეთი წავიკითხეთ გადავედით ლეჩხუმში მრგვალი ფორმის პურები ცხება საახალწლოდ ლეჩხუმშიც ღორის კონგარეული ლობიანები და ქვია ესე იგი ბაძგარი ქვია სიცოცხლის სიმბოლოს მწვანე ხე რომელსაც მარადმწვანე მცენარეა რომელიც მორთულია ღორის თავით შემდეგ ოჯახის უხუცესი წევრი ამ ბაძგარის გარშემო 12 სანთელს ანთებს ანუ ეს 12 სანთელის სიმბოლოა თითოეული წელიწადის თვეების ნუ თითოეული თვის აი ძალიან ესეთი რიტუალია ხო ყოველი თვის სიმბოლოდ და მნიშვნელოვანია აქაც რა თქმა უნდა მეკვლე რომელმაც თურმე ხედავთ ნახეთ ახლა როგორი ის არის სხვანაირი მომენტი სურვილები მეკვლემ აუცილებლად ბუხარში ნაკვერჩხლებთან უნდა ჩაუთქვას ბუხრის ნაკვერჩხლებს უნდა ჩაუთქვას აი ესეთი ხო ლეჩხუმში აი ესეთი ის ყოფილა და მეკვლის მოსვლასთან დაკავშირებულ ტრადიციას ფეხის დაწვნას ეძახიან თურმე ლეჩხუმში მეკვლე რო შემოდის დასვავენ სპეციალურად მეკვლესთვის განკუთვნილ საპატიო ადგილზე მასპინძელი ჯერ მარილს გადააყრის თავზე მადლიანობის გამოსახატად და მერე შაქარს გადააყრის თურმე მთელი წელი რომ შენ არა მარტო ჩვენთან მოიტანეო ეს შენ სიტკბო და კეთილი სურვილებიო ანუ ჩვენი ოჯახიდანაც გქონდეს შენ სიტკბო აი ასეთი ტრადიციები ანუ როგორ უნდა ვიყოთ ეს დღეს რაც ხდება აი რა განსაკუთრებულად მიყვარდა ბავშვობაში ჩაგიჭრებით ალილო ესე იგი შობის წინა საღამოს იყო ალილო ანუ ვიკრიბებოდით ახალგაზრდობა ბავშვები და დავდიოდით და ყველა ოჯახს უმღეროდით ალილოს ხო ჩავავივლით შემდეგი იმერეთი წავიკითხოთ ესე იგი იმერეთში ჩიჩილაკი ხო აქაც არის გურია ჩვენთან იმერეთში ჩიჩილაკია და ესე იგი ქვემო იმერეთში კი ბატონო რამდენიმე ჩიჩილაკი უნდა დადგმულიყო თურმე ეზოში რამდენიმე ჩიჩილაკი მთელ ეზოში კარმიდამოს სხვადასხვა ნაწილში განთავსებულიყო ჯერ თურმე ულოცავდნენ მარანს ახალწელს და საახალწლო ჭურიდან ღვინის მირთმევით ეგებებოდნენ დღესასწაულს სამცხე-ჯავახეთი მივაყოლოთ ბარემ აქვე სუფრაზე აუცილებლად უნდა ყოფილიყო საახალწლო სუფრაზე კარტოფილის ხინკალი, ხავიწიანი კვერები, განსაკუთრებული პურები, საბედო პური, სამეკვლეო პური, ხარის ქედის კვერები, ბანისა და ქათამწიწილის კვერები, ხედავთ, რამდენი ისინი ქონდა დატვირთვა და რა თქმა უნდა აუცილებელი ატრიბუტი საახალწლო სუფრის უნდა ყოფილიყო და არის დღემდე გოზინაყი და ერბოსგან დამზადებული მესხური ქადა.
არაჩვეულებრივი. მოკლედ, აი, როგორ მიყვარს ჩემი საქართველო და ყველა კუთხე მიყვარს და ყველა კუთხეზე ვგიჟდები, არ ვიცი მე და ყველაფერი ქართული, რა თქმა უნდა და სიმღერა მინდა ახლა ელისო სასწრაფოდ. აბაჰე და აბაჰო. პოპური არ ვიტყვა. ჰე, ჩვენი პოპური თუ იმერი ოქტომბერში. რომელიც კი ჰე. შაგიბლია შემჩადდი მიმოგანეულს მინდოროველა პაზაზინა მარჯნის ფერიგავაბილია Sabonelas Pazatina Marjolis Perigoavia Imerechi Ezachia Sabonelas Oi, Natalie Sibrelia, Zebune Bizianoli, Bella Satisvalia, Oi, Garagelamone, Oi, Gassia Tucalia, Oi, Ganucevoladimone. Sia tu calia da chagaruli tu que khate de chamela savoir mami galada damaxia da manela savoir mami galada damaxia da manela Canada Morgi, Canada Mozisaria, Gemia Canada Morgi, Kamala Mozisaria, Chemo tu chebulo, chemo sulis quarachina, Nedao sheni una khavi, Amde khasram da margina, Nedao sheni ნახავი ამდე ხაზრა დამარჯინა. ბრავო, კაი გოგოები ხართ. მოკლედ მივაყოლებ ახლა მე დანარჩენ კუთხეებს. ესე იგი ქართლში ყველა სოფელს, აი ქართლში რამდენი სოფლები გვაქვს ხო? ესეთი მსუყე მდიდარი სოფლები და ყველა სოფელს თავის დამახასიათებელი დახვედრა აქვს. აქაც ხდება კაცბასილები, ბედისკვერები, მცხეთა-მთიანეთში, დუშეთში, თიანეთში, ყაზბეგში თუ მცხეთაში განსხვავებული ადათები და რიტუალები დაგვხდება. ფშავ-ხევსურეთში ახალ წელს წელწადს ეძახიან, წელწადს. დღესასწაულის წინა ღამეს ხევის ბერს და მის დამხმარეებს საოცარში მიჰქონდათ ერბოიანი პურები, ქადები და თან მიჰყავდათ ცხვარიც დასაკლავად. ეხლა ეს რიტუალი აღარ არის, თურმე აღარ არის, ნუ იქ აი ეს ცხვრის დაკლა საახალწლოდ საოცარში წაყვანა, აღარ არის თურმე ეს რიტუალი. თიულეთში ყოფილა ძალიან საინტერესო რიტუალი საახალწლოდ, ეს არის არაგვში ბანაობის ტრადიცია. რომ საახალწლოდ არაგვში იწმინდება ხალხი და ესეც სუფთად ესე წყალს ატანენ მთელი წლის ანუ თუ კი რამე ნეგატიური ენერგია დაუგროვდათ, რაღაცა ცუდი ამბები, ცუდი განწყობა, აი არაგვს ატანენ
ყველაფერს, რომ აი ესე მსუბუქები ახალი თითქოს ახლად დაბადებულები შეხვდნენ ახალ წელს. აი ესეთი არაჩვეულებრივი ტრადიციაა და აქაც ცხება ბედისკვერები, აუცილებლად უნდა იყოს სუფრაზე ხინკალი, ლუდი, ტკბილეული. ნუ ტკბილეული და რა თქმა უნდა ახლა დანარჩენი საახალწლო სუფრები ჩვენ ვიცით საქართველოში როგორი მრავალფეროვანია და როგორი დახუნძლულია, იმიტომ რომ ყველას გვინდა რომ აი გვაქვს ესეთი განწყობა რომ როგორი ხვავიცთაც დახვდები ისეთი იქნება წელი და ოჯახშიც ისეთი ხვავი ბარაკა გექნებაო და რა ვიცი მე მინდა რომ მთელი ჩემი საქართველო ნებისმიერი კუთხის ადამიანები ყველას ოჯახში იყოს ხვავი ბარაკა სიხარული სიყვარული აუცილებლად და შენაირი სიმღერები გისმენ ახლა ჩემი წიგნის წარდგენაზე რომელი იმღერე ის მიმღერე რა ხო არ გამოგრჩეს სოგოვაკიტა აპამოთუბანი დიდი მადლობა. რა კაია. მერთო სულ ესე ემღერებოდეს ჩემ ხალხს, სულ სასიმღერო განწყობა გქონდეთ, ცხოვრება იყოს ისეთი, რომ ადამიანებს ემღერებოდეთ. განწყობა მოდის გარემოებებიდან, ხო? როგორი გარემოება გაქვს, გემღერება არ გემღერება. ამიტომ სულ სასიმღერო განწყობა და გარემოებები გქონოდეს ჩემ ხალხს და ჩემ ქართველებს. ეხლა გადავედით ჩვენ შავხევსურეთი ვთქვით, მთიულეთი ვთქვით, კახეთი. კახეთში არა ეს დასავლეთში ხო ბაბუაა და კახეთში თოვლის პაპაა და დასავლეთში რომ ის არის ფელამუში, კახეთში თათარაა და თათარა და ჩურჩხელები და ნაზუქები და გოზინაყი და ტაბლაზე ღორის თავი და ღვინო და არაყი და აქაც მეკვლე მნიშვნელოვანია, ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც დანარჩენ ყველა კუთხეში და ზოგადად საქართველოში საახალწლოდ ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს ოჯახისთვის მეკვლეს როგორი ფეხით შემოვა მეკვლე ხო და თბილისში თურმე თბილისში ქალაქელები თურმე 1 იანვრის ღამეს სახლის კარებებს არ კეტავდნენ ღიასტოვებდნენ თურმე სახლის კარებებს, იმიტომ რომ ქალაქშიო ბედნიერება დადისო და ვაი თუ რომ მოგვიკაკუნოს დაკეტილი დახდეს კარებიო და ხო უნდა შემოვიდეს შემოუშვათ აი გამეჟრიალა მინდა ესე რომ იყოს ხო აი ესე უნდა იყოს და ესე იქნება ხო და
აი ღმერთმა ქნას რომ ყველა სახში შესულიყო ეს ბედნიერება და ერთი მეც უნდა დავტოვო ღამე 1 იანვარს კარები რა ვიცით იქნება მაგრამ შემოვი რა იცით რა ხდება კაცო არაფერი არ არის გამორიცხული ამ ქვეყანაზე და მინდა რომ აი ამ ბედნიერებამ ყველა სახლში შეიხედოს არა მარტო შეიხედოს ყველა სახლში დაიბუდოს მოიწყოს თავისთვის ლამაზი კუთხე და აღარ გამოვიდეს აი ოჯახებიდან იცხოვროს თითოეულ ქართულ ოჯახში სიყვარულმა იმძლავროს რა თქმა უნდა იმეფოს სიყვარულმა საქართველოში ქართველი უყვარდეს იმ დონეზე რომ არ გაიმეტოს ცუდი სიტყვის სათქმელად გასალანძღად საცემრად მით უმეტეს და აი დაწყნარებული იყოს ქვეყანა აი სიყვარულმა იმძლავროს და იმეფოს საქართველოში ღმერთო გაუთენე ჩემ ქვეყანას ისეთი ახალი წელი სადაც ყველა ქართველი და ყველა საქართველოს მოქალაქეს თავისი ახლობე საქართველოს მოქალაქე ეყვარება თუ სიყვარული იქნება ურთიერთშორის აღარც შუღლი და დაპირისპირება რა თქმა უნდა ჩემო კარგო სიყვარული ღმერთი იმეფებს ქვეყანას რა თქმა უნდა სიყვარული საიდან მოდის ელისო სიყვარულიდან მოდის თუ გულში უფალი ყავს და უფალი თუ ყავს ესე იგი გიყვარს შენი მოყვასი და შენი გვერდით მდგომი ქართველია ეს თუ ნებისმიერი გიყვარს ხო ადამიანი უნდა უყვარდეს და არა რაღაცა იმებს ფიქრობდეს რაღაცა არ მინდა მე ამ გადაცემაში ცუძე ვისაუბროთ ცოტა დრო დაგვრჩა ელისო კიდე მოვასწროთ სიმღერა აბა ჰე მანდიყო მე მგონი მე ვარი ჰე Sarashigmi sanwali sakilwas shurida Arina kosmokwas urat zombite unebodes Mi kwarka Aragone Ortashva mohdesi katsnalagi სადაც გულის სათბობით გზობით ეუბნებოდეს მიყვარხარ როცა მოგდე შენთვისო მომირონეს ულიტა შემსულშილისნია ვერ გავიგებდა დასვალებისია თუ ჩემი ხარეგლე გივისია თუ სპისი კარგულში რა გომიზიკა თუ ჩემი ხარეგლე გივისია თუ სპისი კარგულში რა გომიზიკა Shemi kareg beche divisia Tu suisi karagushi radom mizika Padarago immerelo grassi paria Sciasino staci brasse con carcadi d'aria Armoni verasanoria nana scelia Parera di Giossello arulio krazelia Znelia, ochrazelia Padrago gosiko arulio ochraznelia Archashia gatmikhede daminakhe gulis varodi Radgitavats garitsami imdridan shemi gvardi se rogor jer aravin gvarebia Sadats zaval gzas minadebs gogov sheni tvalebia Shemi guardi se rogor jer aravin gvarebia Sadats zaval gzas minadebs gogov sheni tvalebia Baxshi gvardebi shemi gvardebi agar mekneba sheni dardebi Baxshi gvardebi skona minda
დაგაგოცო ჩემო გოგონა ბახში ვარდების გონა მინდა გაგოცო ჩემო გოგონა კარგიკო არ გამეცადა თავიდან ჩემთვის ეკავარავის არ ვერმოდი კარგიკო ისე მოგეგალიდა მიასავით რუხში არ ჩავდენოდი ახლა ვიცი მანდ აღარ ვიქნები დედარიცეთ დავითეთ არ განაგა დრევი ვიტამედებ მიქრები დამპიკრდა დედოფალი შენ ახლა დამპიკრდა დედოფალი შენ ახლა Bravo. ჩემს საქართველოს. აი დამთავრდა ჩვენი გადაცემა. ჩემო ძვირფასო ქალბატონებო, უღრმესი მადლობა აი ასეთი არაჩვეულებრივი ეთერისთვის, აი ამდენი დადებითი ემოციისთვის, აი ასეთი დიდი სიყვარულისთვის, რაც თქვენ მოიტანეთ და დამიტოვეთ გადაცემაში და მე მინდა ჩემ საქართველოსთან ერთად თქვენს გისურვოთ ძალიან ბედნიერი ახალი წელი, გისურვოთ უამრავი კარგი ამბავი, უამრავი სიხარული, წარმატებები მინდა გისურვოთ და ერთიანი ძლიერი ღონიერი საქართველო მინდა ვისურვო ჩემი ქართველებისთვის ჩვენს ულოცავთ თქვენს მაყურებელს თქვენს სრულიად საქართველოს ყოფილიყოს მშვიდობა დაწნავებულიყოს ყველა აუცილებლად ყველაფერი კარგად იქნება მშვიდებულიყოს და ყველაფერი კარგად იქნება კოცნით მიყვარხართ გემშვიდობებით კარგად ზანდებოდეთ ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ მომავალ შეხვედრამდე